იღვიძებ მადლობა უთხარი, იძინებ მადლობა, ყველაფერზე მადლობა უთხარი ღმერთს. და აღარ იწუწუნებ, იმიტომ რომ მადლობას რო ღმერთს ეუბნები, ღმერთი მადლს გაძლევს. დააკვირდით საკუთარ თავს, უკმაყოფილო რო ხარ, არაფერი არ მოგწონს, ყველაფერზე ღიზიანდები, ქუჩაში გადიხარ და ის არ მოგწონს, ის არ მოგწონს, არაფერი არ მოგწონს, არაფერი. ყველა ცუდია შენს გარშემო. დაიტანჯე, უბედური ხარ, შენ ქრისტიანი არ ხარ, ჯოჯოხეთში ხარ. იმიტომ რომ უმადური ხარ, ჩვენ გვაქვს ქრისტეს ღმერთობის წმენა. ეს ცით რა არის? ადამიანი, რომელსაც შეიძლება სახლის კონდეს, კარის კონდეს, ოჯახის კონდეს, არ ჩიოდეს, არ წყუროდეს, ბიზნესის კონდეს, ყველაფერი კონდეს და პლუს რწმენაც აქვს და ადამიანი წუწუნებს. მე ვეუბნები, რომ არც სახლი რო კონდეს, არც კარი, არც ოჯახი, ჩიოდეს, წყუროდეს, სიკვდილის პირას იყო, მაგრამ რწმენა თუ გაგმადლიერი უნდა იყო მაინც, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი გაქვს. როცა ყველაფერის გაგდა, რწმენას გაგ, რატო ხარ უბედური ადამიანი? რომ ვაცნობიერებდეთ ჩვენ რა მოგვეცა რწმენის სახი, ჩვენი გული სიხარულისაგან გასკდებოდა, ვერ დაიტევდა. იღვიძებ მადლობა უთხარი, იძინებ მადლობა, ყველაფერზე მადლობა უთხარი ღმერთს. და აღარ იწუწუნებ, იმიტომ რომ მადლობას რო ღმერთს ეუბნები, ღმერთი მადლს გაძლევს. დააკვირდით საკუთარ თავს, უკმაყოფილო რო ხარ, არაფერი არ მოგწონს, ყველაფერზე ღიზიანდები, ქუჩაში გადიხარ და ის არ მოგწონს, ის არ მოგწონს, არაფერი არ მოგწონს, არაფერი. ყველა ცუდია შენს გარშემო. დაიტანჯე, უბედური ხარ, შენ ქრისტიანი არ ხარ, ჯოჯოხეთში ხარ. იმიტომ რომ უმადური ხარ, ჩვენ გვაქვს ქრისტეს ღმერთობის წმენა. ეს ცით რა არის? ადამიანი, რომელსაც შეიძლება სახლის კონდეს, კარის კონდეს, ოჯახის კონდეს, არ ჩიოდეს, არ წყუროდეს, ბიზნესის კონდეს, ყველაფერი კონდეს და პლუს რწმენაც აქვს და ადამიანი წუწუნებს. მე ვეუბნები, რომ არც სახლი რო კონდეს, არც კარი, არც ოჯახი, ჩიოდეს, წყუროდეს, სიკვდილის პირას იყო, მაგრამ რწმენა თუ გაგმადლიერი უნდა იყო მაინც, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი გაქვს. როცა ყველაფერის გაგდა, რწმენას